მოგესალმებით ყველას და მადლობას ვგიხდით, რომ მოგზადით საქველმოქმედო ხელისუფლების საღამოზე, რომელიც იმართება, როგორც იცით, ჩადენისა და გარესახოს სკოლის მოსწავლეების დასახმარებლად. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს უამრავი ადამიანი მოვიდა და დარბაზის სახლია. და კარგი იქნება თუ შემოწირულობაზეც აისახება ჩვენი რაოდენობა. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო ყველა ადამიანს, რომელიც დაგვეხმარა დღევანდელი საღამოს ჩატარებაში. უდიდესი მადლობა ადამ ბექაურს, არმაზ ციკლაურს, მანანა გაბურს, მარიამ ბიგაურს, მარიამ ისაკაძეს და მის მეგობრებს, ასევე რომელთაც მნიშვნელოვანი თანხა შემოწირეს. დათო ტურაშვილს ძალიან დიდი მადლობა, რომელმაც გამოაცხადა შუადღეში დღევანდელი საღამოს შესახებ. მადლობა ასევე გამომცემლობა ელფის დირექტორს თინათინ დიდებულიძეს, რომელიც საკმაო რაოდენობის წიგნები გამოგვიგზავნა, ასევე გამომცემლობა ინტელექტს. ასევე მადლობა ყველა მონაწილეს და დღევანდელ დღეს ყველა აქ დამსწრეს. საღამო დაიწყება ამირან არაბულის წიგნის წარდგინებით, რომელიც გამოაცხადა გამომცემლობა ინტელექტმა. თუ შეიძლება ქალბატონებო, ბატონებო, ბავშვებო, ნინოს მართლმსავალის გაფრთხილ გაბრიელ ჯავუშალის წიგნი ჩემი არა, ჩემი შედგენილი არა, ჩემი სიტყვებით. სულ 3 დღეა გამოვიდა. ძალიან კარგი რომ ემთხვევა ამ დღეს ამ შესანიშნავ ღონისძიებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჯერა გაბრიელის სული იქ სამუდამო სამყოფელში საიქიოში ხარობს, ლაღობს. დღევანდელი ამდენი ხალხის არ ყოფნით და თუ რამე ენატრებოდა სურდა ალბათ სიმრავლე საკუთარი ქვეყნის, საკუთარი კუთხის, საკუთარი მთის, საკუთარი გარის. მე დიდი სიამოვნებით აღნიშნავ, რომ გამომცემლობა ინტელექტი აკეთებს ძალიან კარგ საეროვნო ქართულ საშვილთაშვილო საქმეს. გამოდის სხვადასხვა სერია, წიგნები, სავსეა, წიგნის მაღაზიები მათი გამოცემებით და სულ ახლახანს ამ წიგნის თაროს მიემატა გაბრიელ ჯავუშანის 100 ლექსი. ეს არის რჩეული, ძალიან ძნელია რჩეული შედგენა, მარიამი დამემოწმება და სხვებიც რა თქმა უნდა, როცა გაქვს საქმე ისეთ პოეტთან, ისეთ გაბრიელ შემოქმედთან, როგორც გახლავთ გაბრიელ ჯავუშანელი. მისი უამრავი ლექსი ბევრმა თქვენგანმა ზეპირად იცის, პოემებიც, ბალადებიც მათ შორის და ეს უკვე შესაძლებლობა ექნება მეტრფესთან მოყარეს გაბრიელის პოეზიისას არის შესანიშნავი კრებული სიმფონიოს, ასე რომ ეს წიგნი იყიდება აქ და თანაც გამომცემლობა ინტელექტი თავისი გამოცემული წიგნების ნაწილს წირავს შადელის და ხალისახოს სკოლებს. ეს ძალიან კარგია, ისე რომ მე მადლობას ვუხდი ზვიად ბაგაცხელიას, ბატონ გაფრთხილ გუჯავას და ინტელექტს გამოცემლობას ასეთი კარგი საქმეებისთვის. და აქვე ვიტყვი, რომ ალბათ ბევრმა ნახა ეს წლების გამოვიდა გაბრიელის ერთგული გახლავთ. აქ არის გარდა პოეზიისა, პირადი წერილები, ღიურები, ჩანაწერები, შესაბამი წერილი, ფოტოსურათები, ლექსიკონი, საკმაოდ დიდი მოშულობით დიდი წიგნი არის. და ვისაც არ შეუძლია, შეუძლიათ შეიძინოთ. და მთელი ამ წიგნის საზღაური რაც შემოვა გადაირიცხება აი ამ ბავშვების დახმარების ფონდში. წიგნი მე მგონი სულ 10 ეგზემპლარი აქ არის მოტანილია და მე მინდა განსაკუთრებული მადლობა უთხრა გიორგი ჯავუშანს, გაბრიელის ძმისშვილიშვილს, ვინც საკუთარი სახსნებით გამოსცა ეს წიგნი და დღეს ჩვენ მოგცა საშუალება რომ გაბრიელის შემოქმედებას მეტნაკლებად ლიანობაში ვეზიაროთ. აი სამყაროში კიდევ ერთხელ მოგზაურობთ რომელიც ყველა ჩვენგანთვის მე დარწმუნებული ვარ ძალიან ძვირფასი და გამორიცხული. ასე რომ დიდი მადლობა. დიდი მადლობა. წაღანდამა ვიწყდა გამომეცხადები და შესაძლებელი 5 არის დადგმული აი აქ მარცხენა მხარეს და ასევე მარცხენა ფლიგელში კედელთან არის დიზაინერი ქეთი არაყიშვილის ხელნაკეთი ნივთები და აქედანაც გაყიდული თანხის ნაწილი ასევე გადაირიცხება იგივე ამ შემოწირულობებში. ახლა კი მინდა გამოაცხადო გარესახოს სკოლის მოსწავლეები. შიფნგავი არენდისანი მოვინადირენ დავრახენ ბილიკნი ჭიუხისანი შამახდეს ყდისა თავზე და ხორონი ჭიხვებისანი ჭიხსა თოთ და უკარბერხენსა ჭალა ჯახნი
ხალისანი შავგვარდი ვეფხსანა წოლსა დრონიყვნენ შუღამისანი ვეფქრომ წამომიფრენდა ფარნი მარის ხნა ღვთისანი შაიბნეს ვეფხვი მოკლე მაშინ დაიძრნეს მიწანი კლდეები ჩამანგრივნეს შტომ დაილეწნეს ტყისანი დრო აღარ დარჩა მოყმეს ახალი რო ჰქონდეს ღვთისანი ფარს გაუფარებ ფარავს ვეფხვი ჩქარია კლდისანი გაზით გაართვა კალთანი ჯაჭვისა ჯავშანისანი მოყმემაც ხელში იყარა ვატანი თავის ხმლიშანი მაშინ გაუჭრა ფრანგულმა დრონიყვნენ წაქცევისანი ვეფხვი კლდეთ გადაეყიდა ჩამააწიწნა ქვიშანი თავად კლდის თავზე შემაწყა მოყმე სულ ამამდინარი ქვიშას მოღებავს წიწვლა და სისხლიზე ჩამამდინარი ვინ ეთქვის მაგის დედას აკარს უსხეთ გადაგმკითხავნი უერთოდ კი არი ხარჯეშ თქვენ მონადირის ისარნი იარებოდა დედა იწრილი თვალსრებია ჩემ ფილს ნადეცი შახყრია გაჯავრებული თიარი ჩემ ფილს ხმლითი მატოდი თადღე და უღამდა თმზიანი არც ვეფხვი იყო ჯაბანი არ ჩემ ფილს შახტა ჭყვიანი მათ დაუხოცავთ ერთურთი არ დარჩნენ სირცხვილიანი წირილის წყლურებს უხვედარებ ქვის კლანჯებით აჭრილსა შვილო არ მოხვდი შენ გძინა უსაქანთური ხარ ჯარფითა ეს შენი ჯაჭვის კალთებითი ალმა როგორ დაფრთხა შენ ციმის საფერ ყოფილ ხარ ხმალი ქნევაში გაგიჩნდა არც იმან მოხცა მეტი დრო აღარ ჩენდა აცარია ვეღარ ჩენდა იცარია შენ ხელთ ნაჭერი ფარია ვეღარცა ვეფხმა დოდები ხმალმა და კუთა თვალია ამის მეც აღარ გიძირებ შენ არ ხარ სატირალია შვიდობის ჯვარი გეწეროზე გეთ სამარის კარია ვერ ჩვილხო მაინც გაგზარდე ვეფხვებთან მეომარია ხან ვეფხვი ხან თავი შვილი ერანდებოდი მძინასა ხან ვითან ვეფხვი მისთვის ტანზე ითახმრის რკინასა ხან ვითამი მისი შვილი ვეფხა დაავლებს ხილასა აი ამ ციფრებს ხედავდით გამაეღვიძის მჭირასა ხანი ფიქრებდა უდედოდ გაზრდავი ნათქვა შვილისა იქნება ვეფხვის დედა იჩემზე მწარე და მჭირისა წავიდა მეციქ მივიდე სანძიმარ უთხრაჭი იბრისა შით მიამბობს ამბავსა მეც უთხრა ჩემი შვილისა იმასაც ბრალი ეკნები წყალოთ ხმლით დაჭარელისა სარგებლო შემთხვევით რახან ჩვენ მოვისმინეთ ვეფხვი და მოყმე ინფორმაციის სახით თუმანიშვილის თეატრში დაიდგა სპექტაკლი ვეფხვის და მოყმის მიხედვით მთელი იყო პრემიერა იქნება დღეს და ალბათ კიდევ ხვალაც ეს არის ჩემი დილეტანტის აზრით შესანიშნავი ნიმუში სპექტაკლისა ისე რომ სურველებს შეუძლიათ ნახონ და 1 საათიანი სპექტაკლი მოისმინონ ვეფხვის და მოყმის გარეშე როგორ შეიძლება გაიაზრო არა მხოლოდ ეს ბალადა არამედ ის ალბომი პროჟექტი მადლობა ბავშვებო ეს იყვნენ გაგადანჩი არაბულები ძმები ახლა კი ვთხოვ თათია და გაგა ჭინჭარაულებს რომლებიც არიან დაძმა რომენ ხარ რომენ შემოხლა ლაბითა ცხენითა თავს რადან გადმაიხსნე ყანას რაც მამკებს შემლითა შამახეთ შამამახდინე ცხენას გაგიძღებ ქერითა ქერითაც არა ქერითა მარგალიტითა ჭრელითა შავ კობძუა ფაფარსა სამკაულითა ჩემი მაშინ არგინდა ქალაო შენ განისასრო ვიდოდი შენსაც მასადად მამას მუხლის პრით უხდებოდი ისე გაგარდე სულისანე მყუდა დაეგებოდე ჩაქვანდედი ისნიან საუსულო ჩაელღვეოდე პატარას ნარის ჩიტასა თვალში რო ჩაეძის ყობა და თაკო ჭინჭარაულები ასევე დაძმაო ითხოვენ ლელა გაგურის ლექსს
ელენა გაბურის ლექს კითხულობს. ზიდან დააღლილი ფრთებით ეშვები, აღარა გაცილებს ის მაყარი, გახსა 9 წყალო 9 წყარი ხვრიბებ ეშვებით, გახსავს იყავი ისე მაღალი, გადაგება ხასანთლით ხელები, აღარა გათქვია ძელი სიფიცხე, გადაგავიწყე და ცისერ ტყელებმაც გადაგივიწყეს, შენი უფალიც ჯვარცმით განდიდ და მალე გაგცოხნით დანჯვის ხმიადო, ნუ გეშინია მამა მარტი და არ აქვს მართვებს ისევ მიანდო. ქეთი ქავთარაძე. აქადრე ლუდი იხარშებოდა, ყავსოხში ვარის დიოდა ქერი. დრობაც იცოდნენ და შერიგებაც ფასი იცოდნენ მოყვარის მტერი. ჯერხოში კოდებს ხსნიდა ხუცას ივისმენდით ლოცვას ხუცის და ჭერის. ხავიციან დეეთოს ანთლები მცველის სიწმინდის და მცველი ერის. სტომარი ხდის არაგა და სოფელს და სტომარს თითოთვით მას მიძელის. ახალზე ცოტას ლაპარაკობდნენ, უფრო მოყოლა უყვარდათ ძველის. ცოტნე არაბული. ოცნებით მოვივლის სამყაროს უჯიცით გადახურვისა. აცის მიმჭყეთ მომჭყეთ დალეცით წფერს დავიოგებ სურვისა. ეცით სვასდო ტუსაღი ვიქავრებ შიმშილ წყურვისა. ავეთ ყველდები გავეთ შები ხმისა. სულის სიწყნარე გამწირავ დიდი ხნის შემომტყუვისა. და სიმარტოვე შემაგდო ზოგჯერ იხვალ გაურვისა. შავყანს გაავდილას გადასმოს შავყანს გაავდილას გადასმოს უნება უბედურისა. მეჩებს თავს თორ ვერავს ვარ ქორიაკისურისა. ვარ ქორიაკისურისა. ხან არაფერი არ მშია, ხან ყველაფერი მწყურისა. ხან არაფერი არ მკვდავს, ხან ყველაფერი მშურისა. ვარ ბაძვე რამთვისებელი ამ სიავ კარგის რთულისა. ვარ ღამის ღიმის მჩენი მტირარის სიცხის ყოფა გულისა. ვარ დინჯი კაცის ბაასი მომშრებელი წყურისა. ვარ აესეთი მზებრელი და გაგურისა. ენა ჭინჭარაული. ერთი ლაკავაძე შემზე ციფრად ეფინებაო, ხალხია გამაგრებული რა ცოდობრალი დგებაო, ცოდვა ახალგაზრდა ჟიროდედის სიკვდებაო, ნამედ-ნამედის ერთაი პატრონ რო აღარ რჩებაო, აი სიკვდანავ ჩალავთა იქავაც გამორჩებაო, იქავაც გავა ხალხშია ვდეხსედავ წამადგებაო, მაგრამ არ ნენობს სიკვდილი ბევრი ცოდოში დგებაო, ეუბნებოდა დედა შვილო ანგეცნებაო, რადროცილია დედიო ჩემი სიცოცხლე ხრებაო, ჩემი წიგნი და კალამის სხულა ახრაჩებაო, დადნება ჩემი მკლავები ქაჩორის დამტებაო, ადეო ბოლო მიგწინავ, ვერია ეუბნებაო, სულეთ რასეთქო მამასა დედა ვისიმეს რჩებაო, იცოდე გაგიჯავდროს ჭყვაში არ დამიჯდებაო. ხამონე ჭინჭარაული. რასკად მომკურე ბაგზე შენ ჯვასკლავს დიალო, წამო შალშავი ვეძებოთ არაფი გადავიარო, ზები უკანა შავისა მერე ბილიკებს შემოყვეთ, ზიანი ჭიჩოს თავისა ნუსლები ყალყზე შედგარა, თათა წვერად ზემოთია, შეგული ბუდავდიცი თებზე რაჯადოს ცოტია, რასკად მომკურე ბაზე იქ ან თვალსისთვის მარინებს შალშავი დამწიფებულა წამო ჭიჩოს ვიავიდეთ. და გიგდა მურღოები. თავს ერთბაცალიკოს ქვემბაცალიკოს შრებისა თინა ბექაუციფესა კუთხე მარჯვენას კდებისა თავს აზის შავი ყვარადი ლიხუში გველი ძურებისა ურდღელაიშვილი კვირიკა გულს უწადინო მუტებისა ნორჯაი კვირიკაისა სამგურში აღარ დგებისა ცოლ ლამაზ კვირიკაისა ფარაქტითი ხოშებისა დედაი კვირიკაისა ცვლის სათელი ბურდნებისა ჯიხთან უმიზდევ კვირიკა ურდღელაშვილო კლდისა და თორ ჩაგიტყუებ ჯიხები ნაქარს დაქცევენ ღვთისასა გაგიმაღლებენ ეშმაკსა ნაქარს დაქცევენ ღვთისასა თოფსატანიას ნუსწირავ ხოცელს ბევრაის მტრისასა ჯერ მტერთა გაუხარდების მერე ჯიხთ ფადო კლდისათა გაიგიგებს მითხოელები ბეგარს დაგუყრიან ცხრისასა მინდა თქვა რომ დღეს აქარიან სხვა სკოლების, რომლებსაც სურთ ამ სკოლასთან დამეგობრება, რომელსაც მოიტანეს წიგნები და ვისაც სურვილი გაქვთ ამ სკოლების დამეგობრებით, შეგიძლიათ თქვენი რეკვიზიტები დამიტოვოთ და მე გადავცემ ამ სკოლას. ახლა კი გთხოვთ არიელ ხარცელაურს. მეცაყვარელ პოეტს. მოგესალმებით. თურბერა ცოტა რომ სჭირდება კაცრო ბედნიერი იყოს. გავანდელი დღე ამის თამათას ხდება. მე და მოდრობა მოთხარ.
ღონისძიების ავტორებს ყველას თქვენ ულტანახოს გინანეთ დღეს ამ ულამაზესი ღონისძიების სტუმრები ახლა სიტყვაზე ძალიან ისე სიტყვა დაგწერეთ მაგაცებში გადასახლდა დედათა სული დედაკაცებში მამაკაცთა სული ჩასახლდა ჩრდილი მოადგა ხალხი ჩრდილი სიცოცხლის სურვილს ნელ ხეობაში მიტოვებულს გავარ გასაყდარს ვეღაც გადაღრმილს იბაკუნე პარტნიორს მკერდზე თავი მოვიკლა არ მიტოვებს დროს სხვა არჩევას ქართლის დედებო საქართველო შეიდგით მხრებზე რადგან კაცებმა უარი გადასარჩენა ლაბცივის სისხლი ადამიანის აპლეტილ გულზე ხავსი მიოდო სისხლის ბორბა სავზე მოდორია თვალწრემლიანი ჩემს სამოვდელ სამშობლოს უმზერდა ჩემი თავი გარდაცვლილი და მქონია თავად შემსავე აღმეთლებულ თახთა ხებსურებზე დამბრაგაცემულ შემით თოლებს ხარი მარჯვენას ქართლის დედებო საქართველო შეიდგით მხრებზე რადგან კაცებმა უარი უთხრა გადასარჩენად არაბულს მინდა გთხოვოთ წერათა კავშირის თავმჯდომარის მოადგილეს და ასევე ჟურნალ ცისკრის რედაქტორს. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, პირველ რიგში მივესალმები ხევსურეთიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს, მივესალმები მასწავლებლებს, ყველას მოგესალმებით, რომლებსაც დრო გამონახეთ და დღეს მოგზავნით ამ საღამოზე. მართლაც არის მნიშვნელოვანი საღამო, არის საინტერესო საღამო და არის მართლაც ეროვნული საღამო, იმიტომ რომ ჩვენ თუ ჩვენს მომავალზე არ ვიფიქრებთ, თითოეული ჩვენთაგანი, თუ ჩვენ შვილებზე არ ვიფიქრებთ, მე ვფიქრობ რომ ჩვენს ქვეყანას ჩვენ საერთოდ მომავალი არ გვექნება. ამიტომ მე ვფიქრობ რომ დღევანდელი ღონისძიება რომელიც ჩაფიქრებული არის მართლაც საინტერესო და დიდი არის მართლაც მნიშვნელოვანი და არის ეროვნული არის მადლობა უნდა უთხრათ ამ ღონისძიების ორგანიზატორებს, როგორც ბატონმა თარიელმაც აღნიშნა, მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, რომლებიც მოგზავნით აქ და უნდა ვთქვა, რომ ეს საღამო თავისი დატვირთით, თავისი მნიშვნელობით არის მართლაც ეროვნული და მართლაც საინტერესო. მე იმედი მაქვს, რომ ამ საღამოს გამოეხმარებიან არა ინდივიდები, არამედ გამოეხმარებიან ბიზნესმენების, რომლებმაც კარგად იციან, რომ ახალგაზრდობის საქმეში ჩადებული ფული ეს არის ძალიან დიდი ბიზნესი და დიდი მომავლის პერსპექტივით, დიდი მომავლის საქმე არის, მე ასე ვფიქრობ. და ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბიზნესს საერთოდ შეუძლია ერის გადარჩენა, ერის მომავლის გადარჩენა. ხელმოქმედება საქართველოში დიდი ისტორია აქვს და დღეს მაინც არ გამოირჩევით აქტიურობით, მაგრამ ალბათ ამასაც ახალისება ჭირდება სახელმწიფოსაგან, ხელისუფლებისაგან და ხელისუფლებამ ალბათ უნდა მიიღოს საკანონმდებლო ნორმები და დადგენილებები, რითაც ბიზნესმენებს ხელი შეეწყობათ, რათა აი ამგვარ სკოლებს ის სკოლებს, განსაკუთრებით სოფლის სკოლებს, სადაც ძალიან დიდი პრობლემა არის, ვთქვათ, სკოლებში სკოლის ინვენტარის, ბავშვების სოციალური და სასკოლო სახელმძღვანელოების მომარაგების თვალსაზრისით ჯერ კიდევ, რომ მათ ხელი შეეწყოს. სარაჯიშვილის ხელმოქმედება ჩვენ კარგად იცით, ხოშტარიას, იგივე ზუბალაშვილის და ვთქვათ, დღეს ბიზნა ივანიშვილმა, რომელმაც ასობით სკოლა აღადგინა, ასობით სკოლას დაეხმარა. ჩვენ იმედს გამოვთქვათ, რომ აი ხელმოქმედებას, ამ საქმიანობას არაერთი ქართველი, არაერთი პატრიოტი მიაბაზავს და მომავალში ჩვენი მთის სკოლები, სოფლის სკოლები უფრო გაძლიერდება და ფეხზე დადგება. რაც შეეხება ხევსურეთის სკოლებს, ჩამოძვირფასებო, ხევსურეთში მართლაც არის დიდი ტრაგედია, იმიტომ რომ ქვეყანა კუთხე, რომელიც იცლება, სადაც 150 ოჯახი ცხოვრობს, მეტი აღარ ცხოვრობს ფაქტობრივად დაახლოებით. პირიქით ხევსურეთში სწავლობს სკოლა-ინტერნატში 35-36 ბავშვი, ბარისახოს სკოლაში სწავლობს 50-მდე ბავშვი და 30 წლის იქ 300 ბავშვი სწავლობდა ბარისახოში, მარტო ბარისახოში. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობას დაიცალა და ამას ყველაფერს სჭირდება გააზრება სამომავლოდ ხელისუფლებისაგან და მოსახლეობისთვის ხელი შეწყობა, რომ დაბრუნდეს. აქ ერთი რამე მინდა გამაცხადო, შარშანწინ
საქართველოს უწმინდესი და უნეტარესი გამოვიდა წინადადებით, რომ ახალგაზრდა ოჯახებისთვის სოფლებში საეკლესიო მიწების გადაეცა, რათა ახალგაზრდობა მიბრუნდეს სოფლებში და დასახლდეს და მათ ხელი შეეწყოს ყველანაირად. და პატრიარქმა აქვე განაცხადა, რომ ალბათ ხევსურეთი და ხევიდან უნდა დავიწყოთ აღორძინება, იმიტომ რომ ყველაზე მეტად დღეს უჭირს ხევსურეთს, უჭირს ხევს, უჭირს მთას საერთოდ, სვანეთს, რაჭას და ასე შემდეგ, მაგრამ განსაკუთრებით ხევსურეთს უჭირს. და 50 ოჯახის დაბრუნებისათვის ხევსურეთში, ახალგაზრდა ოჯახების დაბრუნებისათვის, მათი ხელშეწყობისათვის დაახლოებით საჭირო არის 5 მილიონი ლარი, დაახლოებით 5 მილიონი ლარი. ეს ფაქტობრივად არ არის დიდი თანხა, დიდი ფინანსები არ არის და მე ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება შეუძლია ქველმოქმედებს, რადგანაც ამ 50 ოჯახით ხევსურეთში ჩვენ შეგვიძლია ავუქორწინოთ 10 სოფელი და ეს მართლაც ხევსურეთის გადარჩენა იქნება. ჩვენ კიდევ რაც შეგვიძლია ჩემო ძირფასეულო თვითონ ჩვენთაგან შეგვიძლია რომ შევეციოთ ბარისაბოს სკოლა-ინტერნატის ბავშვებს, სკოლა შევეციოთ, იმიტომ რომ ამ სკოლას მართლა დიდი ისტორია აქვს, ძალიან ბევრი საზოგადო მოღვაწე აიღზარდა, ბევრი მწერალი აიღზარდა, ბევრი პოეტი აიღზარდა და ბევრი ხელოვნების და კულტურის მოღვაწე, მეცნიერების მუშაკი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ამ სკოლას შესანიშნავი დირექტორი ყავს მარინა გიგაური, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ამ სკოლას თავისი ტრადიციები, თავისი პერსპექტივებით მომავალში ჰქონდეს ძალიან დიდი საქმეების კეთების და ეროვნული საქმეების კეთების საშუალება. ახლა რადგანაც ეს პოეტი ვარ, ერთ ლექსს აიგითხავთ, აი ხევსურეთის ეძღვნება ეს ლექსი, ბოლო ხანებში დაწერილი ლექსი გახლავთ. და ეძღვნება ყველა ხევსურეთს, ეძღვნება ჩემო ძვირფასებო, ალბათ თქვენ შედიხართ ამ იზრუნთა შორის. ხევსურეთს მიმრავლე ღმერთო ხევსურები სავედრებენ მამპაპად წეს ადათის ერთგულად შემსრულებნი ხევსურეთს მიმრავლე ღმერთო ხევსურები არაგველებივით რომ იყვნენ გულადები და მამულს იცავდნენ გულავას გულანთები ლესავდნენ ფრანგულებს და ფარებს ფერავდნენ ტანზე გიცვავდნენ გულავ ჯაჭვის პერანგებს რომ მათი საბრძოლო ხაფი და ყიჟინა მტერსა და ორგულს გულავ სცემდა შიშიზავს თაბარს ავედრებდნენ სამყაროს გამჩენს და ღმერთებს წირავდნენ ჯიხვებს და არჩვებს ჯვარს სალოცავების წესრიგის შემსრულებნი ხევსურეთს მიმრავლე ღმერთო ხევსურები მაწმავლებ დათვისლები გველეთლება თოვლები თებივით ლაღები და თებივით ახოვნები ჩირდილელ ნიქოკელნი ბუდანელ ხახმადელნი თვითუფლის ყმანი და ყმანი ჯვარ ხატების ვარტომად ფხოველნი და ძირად ქართველნი პირიქითელნი და პირაქათელნი არღუნის ასაის არაგვის პირელნი საბრძოლო ლაშქარში ყოველთვის პირველნი არდოტლებ ანდაკლები ატავლებ ჯუთელები რომლებიც სამშობლოს ღამებს უთენებენ შთამომავლები გმირი წინაპრების მამულის გულისთვის სიკვდილთან წილნაყრები ბლოელებ ბისოვლები ღულელებ ჭიელები მომხდურზე გლავაც რისხვად რომ იებებენ უსველ შატილენნი არხოტენ როშკელნი თოვლიან მწვერვალები და ციხე კოშკები თავის მთასიკითით და თავის გორშეღმით ჯვარ ბრიფში შენახული საბრძოლო დროშებით მივწდომ თაგორებით გავვალ ტყეველით უტეხად რომ იდგნენ კვლავ მიღმან ხევენი წინაპართ საფლავებით და შვილთა აკვნებით არც ვისზე მეტნი და არც ვისზე ნაკლებნი ახალგაზრდებით და ხანში შესულებით ხევსურეთს მიმრავლე ღმერთო ხევსურები Mas
მოგესალმებით. მადლობას ვეთქვი პირველ რიგში ლევანდელი საღამოს ორგანიზატორებს, კეთილის საქმის ორგანიზატორებს, მადლიანი საქმის ორგანიზატორებს. მე ვფიქრობ, სკოლა და სკოლის მithumetes ის სკოლის გადარჩენა არის ის გადარჩენის ყველაზე დიდი ფაკუთხედი და თუ სკოლა გადარჩა და ხევსურეთში სკოლები არსებობს, ამაზე კარგი საქმე არ იქნება საქართველოში. რა თქმა უნდა, კარგი პედკოლექტივი და ნიჭიერი ბავშვები არ აკლია მთას. მე მართლა ბევრს არ ვილაპარაკებ, რატომაც წერან გამახსენდა ალუდა არაბულის ლექსი, მოგეცნებათ ხონიშალაში, მილმახევის ზედებ სოფელში ასწავლიდა სკოლაში და ესეთი ლექსი უწერია. ხონიშალაში ფანტელი ბარდნის ამიცა გაძღა თოვლის ფანტელი მითხარი მარტო ამის თქმა რა დღის მერ სათიოდე უზის ქართველი და მე-11 შემოდის ტოლხა სალამს ბავშვივით ამბობს და ჯდება მასწავლებელო თოვლი თოს ოხრად ღმერთისმა ცუდი ზამთარი დგება ეს პატარა ტექსტი ხალხში დავარში გაწმენ თავს ეს რა სიზმარი ვნახე წუხელის შენ გიტაცებდი თეთრი რაშებით ფასატირებდა შენი წუხილი გთოდნენ ვარსკვლავი მოკაშკაშენი ცხადში მიამას ვიზამდი როგორ მერე ხომ ბევრი უნდა მენანა შენ კი სულელი ყოფილხარ გოგო რატომ კივილით შეძდა ქვეყანა მოწმე გამხადე ჩემი დაცემის რა და მათკივე უფრო იარა მერე რა თუ კი მოგიტაცებდი სიზმარი იყო ცხადი კი არა Io ara gustfod. მოგესალმებით. წავიკითხავ ერთ ჩემს და ერთ კელას ლექს. ბალღო ხმადაბლა მიამბობს თოთია შენტოლა ქისტეთში წავედი მარტოა ბილიქსკი შავღვარდი კლდიანს და შფოთიანს იქ სადაც ზელიმხანს მაეკლა მარტია მე ბალღურ გონით და პაპაის დაშნათი ხროლ სავალს ხმაწვილი ცეთ რეტად გავები ქალბანი ამისხლდა ამაშინ დავშავდი სინათლე დავკარგე დამიბრმა თვალები გონზე რომ მოვედი ვიყავი ჯარეგას მწყემს ქისტებს გზის ძირას უგონო ვენახე რა სისხლის აღება რა ძროხის გარეკვა მასმიეს მაჭმიეს და სამ დღეს მინახეს ტყუიან ნუ გგონავ არ გქონდა მტერობა დედუა მიწხრება მასილდი ლოთია შენტოლა ქისტეთში ვიყავი მარტოა მეშვიდეთ მიამბობს შემთვრალი თოთია და წავიკითხავ უცოს გოდები სადაც ოქროსფერი მზის ქაფია თორღვაის ცხენიც იქაბია ჯაჭვი ზაგანისა მიაბნია ჟამმა გზა ბილიკებს უცნობს მეც ხომ ვიძახოდი ღვთის კაფიას მტერი მამულისა მიკაფია სისხლი წყაროსავით მიხაპია იმედი ხომ მერქვა მუცო მერთო ზეღუთისაო და მარია მტერი მოყვარე მთავარია ჩემთან არც ერთნი არ არიან ყველასთვის გამხდარ ვარ უცხო მეტავ რა ხმა და რა ზარია რა გოდება და თავ ზარია მუცოს ბეჭები გაბზარვია ჟამისგან ძლეულა მუცო სურდათ აკუნები ურწეველი მტერი არ დარჩა უწვეველი წარსული თავ ბედუცხეველი ქართლს მტერი ეყოლება ნურცო ასე ურღვევი და ხეველი ტრისათვის ხარკის უძლეველი გაუტეხელი და უძლეველი ჟამისგან ძლეულა მუცო სადღაც ლამპიონთა ღაღანია სადღაც ცეკვა და არღანია შველელს ელოდება რა ხანია ბეჭებ გაბზარული მუცო მინდა შეგახსენოთ ყველას რომ შესაძლებელი 5 დგას აი აქ მარჯვნივ პირდაპირ ეკრანთან ხოლო ახლა ლადო ჭინჭარაოს ვიდეოთ ხოლმე პოეტს გამარჯობა მოგესალმებით ყველას გამარჯობა მეუფე თადეოს აცვალექსი მიდოდა სხვაში ტყვირი უნება ვერ მოვარგე ქალაქს მაინც ღვთის კაცი ვარ უბრალო სევდის ფიქრები მძალავს ეს რა ჭირიმჭირს უფალო გონება მიმიდირის ნასოფლარზე ოდესღაც ხილშლას ნაკვალევ ბილიკზე უკაცოდ დარჩენილ ნაუფლარზე ხოლო რომ ერთგულობს პირიმზე კიდევ ვინ გაიგებს გულში როგორ მткиვა
ნეტავიკალდებო თქვენ გავდეთ. ბარში ვარ და როგორც მთაში ისე მცივა, ისელებო ფიქრით მინდა გადატყვეთ. სული მინძურდება, სხეული ბეჩაობს, სისხლი ყიულით მაგიჯებს, შენ ჩემო ცხოვრებაო ბეჩაო, თუ იცი რამდენს მანიჭებ. მე ჩემ თავს არჩივი, არც ხერთ კივილებს, შემოგევლებ-თაში კოშკო დამგრევლო, არწივთა ნაბუძზე ზერავერ იკივლებს, ჟამე როგორც გინდა არევლო, ერთი მთის კაცი ვარ უბრალო, თუმცა გამზრდელია ბარი, მაინც ხევსური ვარ უფალო, უიალაღო ხარი. ერთსაც ვიტყვი ვაუთხე ლურჯა გულის ჭიაზე, გზებსაც ვადინებ მტვერი, ბევრი რამო ქენი ლაჩართი ჯინაზე, ტრების მყავს მეცვარ მტერი, ეო შენ ჩემო ბრუნდე ცხოვრებაო, ბევრჯერ ვაჯობებს ვისწორს, ეს სული ტრამოებს არ ემონება, სივრცეს ვერ გუობს ვიწროს, იმ სიყმაწვილეს ხდები უშორდები, ნაბიჯებით თვლი მეტრებს, მე იმედივით ბოლოს მოვკვდები, დედას უდირებ ჩემტრებს. ახლა გიგვიდა ვთხოვოთ მარიამ ციკლაურს. მოგესალმებით. გული არის აი სავსე ემოციით, სიხარულით და წუხილით. აქ ვართ ამდენი ხევსურები და იქ გვინდა რომ ვიყოთ უფრო მეტნი. ხომ მართალია რა? რომელიც თავისთავად უპირობოდ არის ქართული სულის სიძლიერე, მარადისობა. აი ეგ იყოს ძლიერი საქართველოსთვის. მთა იყოს ძლიერი, რომ საქართველო დადგეს ფეხზე, გაუძლოს ყველაფერს. იმიტომ რომ რომ არა მთა, რომ არა მთის სულიერება, რომ არა მთის მადლი. აი საქართველოს არ ვიცი, არაფერი არ ეშველება. უფალო მაპატიენო ამას ვამბობ, მაგრამ ღმერთმა იცის და ჩვენც ვიცით და დღესაც ესე ვიტყვით ხოლმე რომ აი რაღაც ისეთი დღესასწაული რო არის, რაც ახლა საარაგოს ალოცავებზე სანთელი დაინთება ვიყოთ, აი ისევ მის იმედი გვაქვს, ისევ მთის იმედი გვაქვს, ესე ვართ აქ ქალაქში და გვინდა რომ აი ეს ბავშვები გაიზარდონ ძალიან დიდი იმედით და ძალიან დიდი სიყვარულით და ამ ბავშვების გვერდით იდგეს სახელმწიფო. იცით ესეთი საღამოები, რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა, ვინც ეს საღამო ჩაიფიქრა და ესე გემრიელად დაადგა თავი და ორგანიზება გაუკეთა. ღმერთმაც ქნას რომ ეს საღამო იყოს აი მხოლოდ რაღაცა დასაწყისი და ასეთი ტიპის საღამოები, არა მხოლოდ თქვათ იქ მზიურში ხევსურული დღეები აქ სამებაში, არამედ რაღაც აი იქით მთისკენ უნდა წავიდეს ეს ყველაფერი, იქ უნდა წავიდეთ, იქ უნდა გახმიანდეს, იცით, იქ უნდა აი ეს ხმა იქ უნდა ისმოდეს იქ მთაში. სოფლებიდან არ ვიცი ბევრი კი არიან აქ ჩამოსულები არიან იქაური ხალხი, მაგრამ მხოლოდ ცოტანი რო ვართ ამას ვწუხართ ჩვენ და უნდა ვაიძულოთ, იცით ხალხო, შეიძლება ძალიან ხმამაღალი ნათქვამია ეს, მაგრამ სახელმწიფო თქვათ აი ვინც არ უნდა იყოს, რომელი რა პარტია არ უნდა იყოს, სულ არ მაინტერესებს, აი უნდა ვაიძულოთ რომ იფიქროს სამშობლოზე, იფიქროს ხალხზე და იფიქროს მთის გადარჩენაზე და აი ეს იძულება არის ჩვენ გასზე დამოკიდებული. თუ ჩვენ ამას მოვითხოვთ და ძალიან ისე ძლიერად მოვითხოვთ, გონივრულად მოვითხოვთ, აი მართალნი ვიქნებით, აი ეს არის უმთავრესი, რომ სიმართლით მოვითხოვთ ამ ყველაფერს, აუცილებლად მოგვეცემა და აუცილებლად მივიღებთ ამას და ამაში მე ვიცი რომ ჩვენ ერთად ვიქნებით ყველანი. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც აქ მოხვედით. მე ხლა არა მხოლოდ ესე პიროვნულად ასე ვთქვათ ვარ თქვენს წინაშე წამსგარი, არამედ გამომცემლობა საუნჯის სახელითაც მოგესალმებით და გამომცემლობა საუნჯისგან მცირედი ძღვენი გადაეცემა ჩავაბარეთ აქ წიგნები, ქართველი ავტორების წიგნები არის და გადაეცემა ბარისახოს სკოლის ასე ვთქვათ ბიბლიოთეკას და აი ამ ბავშვებს ვისურვებდი რომ რაღაცნაირად ეს წიგნი ქონოდეთ, აი ესე რა ლამაზად და თბილად და თბილად საკითხავი ბევრი წიგნი. არა მხოლოდ საუნჯისაგან, არამედ აი ყველა გამომცემლისაგან და ერთ ლექს მეც წაგიკითხავთ ცოტა ესეთი
მიხნეთ მინდა რაღაცნაირად მაინც რო ვიყოთ იცით ქართველის თვისება ეს არის მთის კაცის კიდე 1000 ჯერ მეტად რომ სიმხნევეს არასდროს არ დაკარგავს აი გასაჭირში რაც არ უნდა უჭირდეს ქართულს იქაც მაინც მხნეთ იქნება და ეგ თვისება არის რომ აქამდე მოგვიყვანა ჩვენ აი ღვთის იმედის რა თქმა უნდა და ღვთის ძალასთან და მათთან ერთად რომ ჩვენ სიმხნევე გაგვაჩნია რა ვარაგო რასახ ქუხ რისაკ წადია გამხელა წყლის სულო შვიდ ძმად შობილო ვინ გნათლა ლამას სახელა ვინს თქვა პირველმა არაგო იდინე ჩვენ და სვედაო შენ უნდა ნათლო ქართველი წმინდა მდინარეთ გხედაო წადი მცხეთასთან მიგელის ქართველთა ნათლის დედაო შვიდგზის მირონად დენილო სათავე ცას თუ გედგაო გამონარსკულო ჯვარივით მიწის ბორჯღალო სხივ მკლაო ეს რამდენ ყვავილს მიხარებ ეს რა წყურვილებს მიკლაო იარე როგორც გივლია როგორც გინამავს სავალი 1000 წლეულებს უმღერე ამ უკვდავების ამბავი აი საქართველოს ხა არის ჩვენი უკვდავება ხალხო აბა ეხა ადამ ბექაურს მარს ვერ ვეთქვი თორე ესეთი სევდიანი ლექსის წაკითხვა არ მინდა მე ადამ იმიტომ რომ ეს სოფლის თემა ისეთი რაღაცა არის რომ აი არ ვიცი რა ამდენი მიტოვებული სოფელი არ ვიცი ეხლავე იმედიანის მე და ერთი ლექსი მინდა წაგიკითხოთ კიდე აი ყველა ის ყვავილი რაც საარაგოზე ყვავის ყველა ის ყვავილი თელ რა ვიცი ხელსურეთი იქნება შავი იქნება ჩემი გუდამაყარი იქნება თუ ხევი იქნება თუ თუშეთი თუ რა ყველა საბოლოო ჯამში აი რაღაცნაირად რომ მოივლიან ფუტკრები ხოლმე რომ მოიფრენენ რაღაცნაირად ეგრეა ღმერთს ჩაფიქრებული ამ დალოცვილს და ამ მადლიანს რომ მე ღვთის სანთლად უნდა ვაქციოთ ის ყვავილი ესე იქცევა ხოლმე და ამ ლექსს წაგიკითხავთ მაშინ სანთელო თაფლის სანთელო უფლისთვის სათნო საფერო უჭკნობო ცეცხლის ყვავილო იმედის ყანად სამკელო ორთავე სოფლის ნუგეშო ორთავე სოფლის სამრთელო აქეთ ხმელის და იქით ცის სასაყდრევ და საკანდელო ღვთისა და კაცის ერთობის შენ წმინდა ცეცხლზე გამკვერო უფალის თვალის სინათლევ ყველა წყდიადის გამთელო აკონიდან ყუბოს კარამდის წმიდის სახელით საქნელო ხილულ უხილავს აერთებ ღვთის კარის ნასხლეთ ნათელო ყველას კნელზე და გზაწვრილზე ოქროს შიბების გამბმელო სასუების და სიმშვიდის წყაროს თვალო და საზრდელო სიტყვის წამღებო უფალთან უფლისვე ტკბილო აღეო რაც მთას ყვავილი იშლება სულ ღვთის სანთელად სახეო ის ყვავილი მქნა რომლისა გულის სიტკბოც გდის სინათლეთ ერთდროს ხომ ამოვიშლები მზისგან სიცოცხლეს ვიმართებ კეთილი ხელი ჩამომქნის ღვთის კარზე ლოცვად ვინათებ ჩემი პატარა მზეობით სიკვდილთან თავსაც ვიმართლებ ყველაზე მაღლა ავიტან დედების ლოცვის სიმართლეს აი ქართულ დედებს გაუმართლოთ მე გაგიმართლებ ნინო თქვა წეღან და მეც კიდე მინდა ხაზგასმით გავიმეორო ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული ნიშნულობა საგანგებო დატვირთვა ეძლევა ხოლმე ვთქვათ გარის თანადგომას მთისადმი მაშინ როცა და ასეთი შემთხვევა ძალიან ხშირი იყო ჩვენს ისტორიაში ბარში ფოთი იწყებოდა ომი და არეულობა მთა იყო საქართველოს ქართული სულის ქართული საგანძური საფიზარი იქ იმალებოდა იქ ინახებოდა ძალიან საიმედო და დღეს როცა უკვე დაშტიკის პირზეა მისული მთა განსაკუთრებით ხევსურეთი თბილისის სკოლების ყოველი მოწაფის ყოველი მასწავლებლის თუნდაც აქ მოტანილ ერთ წიგნს აქვს უზარმაზარი განძის უზარმაზარი ქონების ხალხი ასე რომ დიდი მადლობა იმ სკოლებს იმ მასწავლებლებს იმ მოწაფეებს რომლებიც აქ თანადგომას უცხადებენ თავიანთ იერ მეგობრებს დიდი მადლობა ახლა პოეტ ლელა გაბურს
მოგესალმებით ფასო მეგობრებო. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ამ არაჩვეულებრივ საღამოს ორგანიზატორებს ყველას და მე მინდა აი შინაგანი სიხარულით თქვა ერთი რამ, რომ იმ გამონაკლის ხევსურთა შორის ვარ მე, რომლებიც ერთ მშვენიერ დღეს ადგნენ და ბარიდან წავიდნენ მთაში საცხოვრებლად. მე ძალიან მიხარია და მგონია რომ რაღაცა მნიშვნელოვანი გავაკეთე ამ ნაბიჯით. წეგან მარიამი საუბრობდა ციკლაური და მარიამმა თქვა რომ და ყველას გვაქვს ეს სურვილი რომ ჩვენი განწყობა იყოს ოპტიმისტური და რაღაც თქვა რომ აი უფალს მივმართავთ ბოლოს საბოლოო ესე თქვა ჩვენი არის ლოცვა იქ ადგილზე ხევსურეთში ბევრი რაღაცა საიმედო უკვე აღარ არის და მახსენდებოდა როცა მარიამი ლაპარაკობდა ლოცვას დიდი ძალა აქვს და ერთ-ერთი ლექსი არაჩვეულებრივი ლექსი აქვს როცა ამბობს რომ ხევსურეთის სალოცავები როცა ელოდებიან მეზღუნეს და მეზღუნე აღარ მიდის ძალიან დიდი ხანი ხატი როგორ გადაცდა ჭკუიდან აი ამ მლოცველის ლოდინში და ეს ძალიან ემოციური და მნიშვნელოვანია და მე როდესაც ხევსურეთში ვცხოვრობ უკვე ვიგრძენი რას ნიშნავს მლოცველის გარეშე მიტოვებული აბალახებული სალოცავები და აი უბრალოდ სულ მარტივი რაღაცა არის რომ გავაკეთოთ საჭირო არ გვინდა მთავრობასთან მესიჯები რამდენ მილიონს გადმოგვირიცხავენ არაფერი არ გვინდა შაბათ კვირას ყველა აი ამდენი ახალგაზრდა ხართ აქ გამოდით დიდუბეში ბარისახოს ავტობუსი გამოდის პარასკევს 4 შაბათს და კვირას 5 ლარი ღირს თუ არ გექნება 5 ლარი რო ჩამოხვალ ბარისახოში მე გადაგიხდი უსინდისო ვიყო თუ არ გადავიხადო ამოდით ხევსურეთში ეს არის ყველაზე მთავარი და ყველაზე მაგარი რაღაცა რასაც გააკეთებ აი მე ამასინდათ ჩემმა მეუღლემ შემომატარა ერთ მგრენით აი ეს მთებს შემოუვარეთ და საკმაოდ დაბლა დადიოდა იმიტომ რომ მესაზღვრეები პოსტებზე უნდა მივსულიყავით და მაჩვენებდა რომ აი აქ იყო ბილიკი აქ იყო ბილიკი მონადირეც არის ამავდროულად შემოუვლე და ყველა მთელი ხევსურეთის ისინი აქვს მოვლილი და მეუბნებოდა ამ ადგილას გადასასვლელი იყო ამ ადგილას იყო ბილიკი ამ ადგილას ბეყიცავალი აღარაფერი არ იყო ყველგან ბალახია არა თუ ბილიკები აღარ არის აღარ თუ მონადირეები აღარ თუ ბავშვები აღარ არის არა თუ არაფერი არ არის სალოცავებშიც კი შამბი და ჯინჯარია ეს არის რეალობა დღეს ხევსურეთის ამიტომ ძალიან აქტიურად ვიყოთ თავარია რომ სამშობლო გვიყვარდეს მთები გვიყვარდეს და ეს ბავშვები აქ რო არიან და პატარა მონდომება რომ ამოხვიდეთ აი გიოსთან ყოველთვის იკრიბებიან ხოლმე არაბულთან სულ მუდამ არის ვიღაცა და მიხარია რომ კორშაში მიდიან და ჩამოდიან იქ და რაღაცას ეხებიან ფიზიკურად ეხებიან იმ ყველაფერს რაც აქედან ნამდვილად არ ჩანს დიდ ბოდიშს ვიხდი ცოტა გამიგრძელდა მაინც ოპტიმისტი ვარ რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს რომ რაღაცა და აი რამდენიმე ლექს წავიკითხა ორ ლექს უბრალოდ იახსრის ბეჭებს ვაკავებს სუნთქვით დაზეცის თაღებს ზომავ არშინით მოვედი მთავ რომ შენს კალთაში ჩამოვისვენო დაღლილ ბავშვივით ჯერ არ მომიკვდე მისლო აშლილო დათვის ჯვარიდან მტკვრამდე ასამდე ერთი ღამეა გათენებამდე ერთი სიზმარი ცისპირ გახსნამდე ღმერთმა მოგვასწრო სისპირ გახსნას მრავალ და ბოდის ერთ ლექსსაც დავამთავრებ ამით. ფიქრის გვირილებს ვაკონციალებ, ვებრძვი ღამეთა უცხო ზმანებებს, და სიყვარულით სავსე ფიალებს, მხოლოდ და მხოლოდ უფალს ვანებებ. ხანჯლის ფხასავით გულს ნუეგები, რა უყოთ, სისხლით საწუთროს სადე, მე დაგიბრუნებ, მისხავ და მისხავ, უჩემოდ გავლილ წლებსა და წამებს, შენ უიდარდებ, მზე შუბის ტარზე, თუ დაიხარა და ჟამი სამხრობს. ეს დილა იყო, ეს ზამთრის დილა, გაზაფხულით რომ მივსებ და სამყოფს. ძალიან დიდი მადლობა. ახლა კიდევ ზვიადაურებს ხო შეგუსრულოთ სიმღერა.
მერაბ არაგულსხო. წერილი მთიდან. სვამთ ისევ უღრევ სამინდირი, თავში და კარშიც დიდი თოვლია. არ ჩამოხვალო, შენ წერე რა ვიცი დამჭრეთ ცეცხლის ციცას ზოლიანს. სვამთ ორნი, ხანკი სრულია და მარტო პურის ჭამაში თითოეულას ანახან ისე შლეგივით გნატრო, ჩვენ ორნი ახლა ბორლას ვისხდეთ და ფეხბურთში გვეგოს სამყარო შავი და ჩვენზე უფრო მცირე თებიდან მინდა მისლი ავყარო და მე ერთად დავიყვირებთ თქვენ გვიყვარხართ მე შენ მიყვარხარ ეც და ნათელი ციდან მიწამდე ჩვენ ყველა ერთად ჩვენ მე და შენ და თო ჩამეხვდე მორის ფიცრამდე ნაცია ჭინჭარეული სოფელს რა უჭირს სამოთხი ახალმთლიანად სანამ დღის პირას რუხი მგლები აყნულდებიან ხვდებიან ხეთა ხეობები ომახიანად ხალსმოდებული წოდებით რომ ეყუდებიან ცეცას რომელიც იყურება უფლის თვალებით ჰაერი სუყე სილურჯე ზაფხურუბლის ჭავლებით გაიჭაჭანებს ჩაისუნქება მთელი ჭალები თავის ჭურებით ჭანე ჭურებით ჭრელა ჭრულებით საბადურებს რომ გადალახავ დაეხარბები მიჯრა და მიჯრა გადაჯაჭულავის ხეებთან ხვდება სოფელი გადაკი და გავხარები თავის ხნულებით ხუხულებით ხარახურებით მინდვრების ბოლოს ბალახობენ წაბლაცხენები ორღობეებში სახლებია ზოგანი ჭებია მზესუმძირები მცხნვარებზე სეფიცხებიან თები კიდგანან ბერდებიან ნაოჭებებიან დაიხოვებენ თივის ძვინებს ხეირიანად წელში მოხრილი მოხუცები როგორც ხარები საჭირო ნახულები ნახავენ ხეხილს გლახები ხეებს მოხრილებს ხერხემალში მსხმოიარებით სოფელს რა უჭირს სამოთხი ახალმთლიანად სანამ დღის პირას რუხი მგლები აყნულდებიან მოგესალმებით ყველას ვიხარია რომ ვიხედავთ რა ხოსურეო წავკითხავ ექს აბი ურცხვმა დროებამ დაგიკოჟრა პაპი ხელები ჯოხს დაჩვეული ახვები და ჩახვები ბარას სუნთქავ მაგ მთებით კლდეებით და ცივი ხევებით მოზაფრდება და ჩამოული ნაცრისფერ ქალებს ხვარმი ბერდებით შეგერია პაპის სიტეთრე შენს თმაში ზამთრებს გამოუჩნდა თოვის წადილი პაპი მანდმინდა ამ ქალაქში ვერც მე ვისვენებ რომ ვცდილობთ ხოლმე არ გვეპაროს სხვარში ნადირი ჩამოსხედებოდით გახურებულ ღუმელთან ღამით პაპი მე წელით 5-ისა და ალბათ 7-ისაც როგორ მიყვებოდი როგორ მახსოვს არ იცი პაპი რომ მიაბობდი მხედრობისას ხანა ჩხუბისას პაპი ამიცი ათენგენის მეორე დილას კახმელიაზეც გამოვედით მარტო მე და შენ სადღე გრძელობ შენ ამბობდი მე ვავსობ ჩიქებს ბებო გებძოდა ჩურჩულებდი ქალო მე და შენ პაპი მაგ დღესაც ხო რამდენი რამე მიამბე მე საძილედ შავი ფერის ნაბats მივიშლით პაპი გავიგე რომ გითქვი ამას წინაზე კაც დადგავდა მომეწია უკვე შვილი ხომ მას სწავლედი ჭენებას და ჯირისაც ცხენის პაპი მე მაშინ პატარა და შენს ოდნავ დიდი ახლა თვალებთან გადმოგაწვა ცრემლები ბერის პაპი როგორი სითბოთი და სიამით მზრდიდი ხვარმი ბერდები პაპი რა გიტკიებ ფეხებს მაგ ტკიელებსაც ვერ ავიტან უფრო ძალიან პაპი ვენაცვლე შენს დაკოჟრი ნაშრომალ ხელებს ეგ ნაუჭები უნამოსო დროის ბრალი ბრავო ამ საღამოს ორგანიზებისთვის მონაწილეებს სტუმრებს მე მარისახოს სკოლა დავამთავრე და ვიცი როგორ ჭირდებათ იქ დახმარება შეიძლება ბევრი ვერაფერი გავაკეთოთ მაგრამ სულ ცოტაც უკვე რაღაც მაინც ხომ შეგვიძლია კიდევ ეს საფეთქლებზე თმა არ მეხვეოდეს დათმის ბოლოები თეთრად არ მიხვდებოდეს და შუბლს
ყველაზე უფლიანი ღარები არ მქონდეს. ნეტა ტუჩზე ბურმუნთის მწვანე კვალი არ მეყობოდეს. ნეტა ღაწვები სიცხის მკაცუნზე არ მიწითოდებოდეს. ნეტა პათინათი ბალახში ჩამჯდარს, ნაღბის სუნი არ ამდიოდეს. ნეტა წინ საფარზე ფქვილი ხელებს არ ვიწმენდე. ნეტა კაბის ბოლოს მუხლებზე არ ვიფარებდე, როცა წითელ ქუნთაზე ფერს გვერდულად მომიკეცავ. ნეტა აღარ ჭრელდებოდეს ჩემი დაქსოვილი წინდები. ნეტა გადეხილი სათვალე ცხვირის კეხზე არ მიცხვდებოდეს. ნეტა შინდის ჯოხს არ ვიარგნებდე, როცა ბანზე გადმოვდგები და ნისლიან ხეობას გადმოვხედავ. ნეტა თვალები არ მიღიავდებოდეს, როცა დილის ბურუსი აიყრება და მზე მოადგება ხავს მიხატულ კედელს. ნეტა ცრემლი არ მიგროვდებოდეს და მერი არ მითავდებოდეს. ნეტა თავშალი არ მისოლდებოდეს და მერი არ მიშავდებოდეს. ნეტა მკლავები არ მეჭორფლებოდეს და ხელში არ მეკარგებოდეს ჩამომჭკნარი მკერდი. ნეტა ჩემი კაცის წამოხვილ მხრებს ვხედავდე და ზეთხელების დაწყობა არ მინდებოდეს. ნეტა ნიკაპი არ მიკანკალებდეს, როცა მოდის და იცინის. ნეტა ყველა სარკე უფრო მეტად უნდოვანდებოდეს. ნეტა არ მემღერებოდეს შემოდგომებზე და იამლანები და ნატირლები. ნეტა ახალი კალოშები პირველ ჭირხლზე არ მიცურდებოდეს. ნეტა თეთრშუბლა ხბოები მარილს არ მილოკავდნენ ხელის გულებიდან. ნეტა აღარავის მკოცნიდეს შუბლზე. ნეტა საფართხელებს არ ვაცხობდე და ზეთრულ ჭღალს არ ვაჭრეთდე. ნეტა არ ვარჩევდე ჯოყრიან თივაში ხმელ და დახუნებულ ყვავილებს. გაჭვარტლულ კედლებზე კრაზანისა და თავშავის კონებს არ ვკიდებდე. ნეტა ტუჩები არ მისივდებოდეს, როცა მიჩვეულ სახელებს ჩურჩულით ვიმარცვლავ. ნეტა თითები არ მიცეკვავდნენ ძროხის ცურზე, როცა გარმონის ხმა მეჩვენება მეზობელი სოფლიდან. ნეტა აფუებული ბაბუაწვერებისთვის სულის შებევა არ მინდებოდეს. ნეტა ჭიამაიებს არ ვაფრენდე ჩუმად ბუგვიდან. ნეტა დევი არ მხვდებოდეს იერის ბუჩქებში. ნეტა ჩემი ქოხის კედლებს ნეხვით არ ულესავდე და ქრისტესის ხლებს არ უვლიდე მერე კედლის ძირზე. ნეტა ძილი არ მითავდებოდეს და რძეს არ ვადუღებდე მზის ამოსვლამდე. ნეტა დილაობით საკვამურებიდან ამოზლაზდნენ კვამლის სვეტებს არ ვითვლიდე და არ მეტირებოდეს, როცა ცოტავდებიან. ნეტა დედა არ მესწრებოდეს, არ მავიწყდებოდეს სიზმარში რომ ვერ მიცნო. ნეტა არ მიდარდებოდეს ჩემი შვილები რომ მრავლდებიან. ნეტა არ მახსენდებოდეს ბალყებს ფეხის გულზე რომ მკოცნიდი, დასაბანს რომ უკეცავდი. ნეტა არ მეჩვენებოდეს რომ პატარავდები და ვთავდები. ნეტა ჩემი შვილიშვილები კალთით ნაგროვები ვაშლის ნაფცხვენების სუნს არ იმახსოვრებდნენ და მერე ძონძებს არ ხროსავდნენ ჩემ გასახსენებლად. დააგელვებს ფურანს ქარი ქოხებს შორის, გაღმა მოსჩანს გაღმა სასაფლაო გორი, სანამ ამჩენს ქოხებს დარქმევიათ გაღმა, სანამ გააოხრებს ამჩენს ქოხებს ქარი, სანამ მარტოობა სულებს გაგვინაღმავს, დაიარგნე ჯოხი, გადმო ჩემსას გადმო, გადმო ჩემსას გადმო, გადმო მომისწარე. თემავიდან ჩამოსული მოგონა მაგდა ელიზბარაშვილი, რომელიც შეგვისრულებს სიმღერას თავის დაწერილ ლექსზე. ლექსიც და მუსიკაც მისია. I'm
ნინომ გამოვაცხადა მე წამყვანი ვარ ვერ წამიკითხავ ცოტა ხნით ვიქნები წამყვანი და მხოლოდ ჭინჭარავი მაშინ ჯერ ბოდიშს მოვიხდი იმიტომ რომ დღეს ნამდვილად არ ვაპირებდი ლექსის დაგება ვერ გაგახსენე წარსული კითხვით მიცქერი ეს როდის მე თოფის წამალს გაწვდიდი შენ მომხდურს ტყვიას ეს როდი ხალციხეს მკლავი ეკიდა აკვანში თვლებდა პატარა და სახლის უკან ბექიდან მოჩქებდა მთების მათარა ხეობის წყაროს თვალები ჭიუხებს თავზე იმხობდნენ შენ თორღვა გერქვა კაიყმა მე ნინო ქალოს მიხმობდნენ ახოში ფუძე დაგვედო ქვითოდ ნაფერი ყანითა კოშკი სიბიკვით ნაგები სახლი ჯერხოზე ბანითა ეზოში ყეფდა ბომბორა ჭაღარა ბაბრის მომრევი ხმაშე წყობილად მორბოდა ქვებზე არაგვის მორევი უსაგრილებდა ჩეროდა ყლავებს ქანცავდა სათიბი შენ დალავარი გშვენოდა მე სადიაცო ქათიბი ხან ხადის კარზე შეომდგავდით ფეხს ზღვენთან და საკლავით მე ხადახავით შევკრავდი შენ თაფლის სანთელს აკრავდი ხან მომიტანდი პირიმზეს ხან პერანგს დაგიქარგავდი ხან ვიცინებდით ქილიკზე სხვაცო ქმარს რატომ არ გავდით აკზის ტალღებზე ტყდებოდა ცაბედის წერის თითებში აქ სული განაკოდებოდა კვლავ ცოცხლდებოდა მითებში წავიდეთ ის ხეობები თებს ახლაც თავზე იმხობენ შენ დღესაც თორღვა კაიყმას მე ნინო ქალოს მიხმობ